მოგესალმებით ცირკის ტელემაყურებლებო, დღეს კიდევ ერთი საინტერესო რესპონდენტი გვყავს ჩვენს ახალ პავილიონში. ნახეთ, რა გოგოები ვარ, რა კუკლა გოგოები ვარ. მოკლედ, მოდი ახლა უთხრათ, ნელ-ნელა გავაცნოთ თავი, კი არ უნდა ჩვენი გაცნობა, მაგრამ მაინც მოდი მან შენ დავწყოთ. უხე მაყურებელს აბა ვიხარ. ამ კადრებს გამოვიყენებ იცოდე გადაცემაში. ნუ მარცხვენე ახლა, თორე მე დამსწრევარ. არა, რატო დამსწრე? რატო დამსწრე? როგორ მიყვარს იცილია? ძალიან მიყვარს. ისე მიხარია ახლა ჩვენ რომ სამივე ერთად ვართ, მაგრამ მანჩო რომ მოვა უფრო კაი. მანჩო რომ მოვა, მე კიდე მაგარ ვიდეოს ჩავწერთ, ხო? აუცილებლად. აუცილებლად. მოკლედ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებოს სიყვარულს, სითბოს და ურთიერთობას. ძალიან დიდი. დღეს დილიდან რაც გათენდა, მანჩოს ფოტოებს და ჩემ ფოტოებს ვარჩევ, სად არის, როგორ არის ლიას შემოქმედებას რო ქუთაისში ფოტოები გადაგვიღო ხო არ ვიცი მოკლედ აღნიშნე სხვათა შორის ფოტოგრაფიული ხედვა საკმაოდ სერიოზული აქვს და მოკლედ იცით რა არის ანუ 80-ზე მეტი ფოტო იყო და პოსტი დადებული არ მქონდა უკვე რომ შეფასებები წამოვიდა და მე მგონია ადამიანებო რომ ის ურთიერთობები რასაც ნამდვილად სიყვარულის ურთიერთობა ქვია არაფერზე ნამდვილად არა ხო ნამდვილად სითბო და სიყვარული სულ ვამბობ ადამიანები ვიბადებით და მოვდივართ ტირილით. მე გაცილებენ ტირილით და ის მონაკვეთი, რაც ჩვენს ხელშია, ტირილიდან ტირილამდე, სულ სიცილში უნდა გავატაროთ. ხომ ეთანხმები? თანხმები აბსოლუტურად. ნამდვილად ვერ გეტინა. დიახ, მოკლედ. ლია. ეს იყო ჩვენს მოყვა. ჰა? აწეწარბი. ყველა მიყვარს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესო. საუკეთესო. ორ მანანას შორის ვზივარ, ჩავიფიქრე, ყველაფერი კარგი. საუკეთესო. თქვენც აქ სრულებოდეთ. მა, შენ? მე, რა ვიცი, აი რაც ბევრჯერ მეთქვამს, ისევ იმას ვიტყვი, უბრალოდ ადამიანებს გიყვარდეთ ერთმანეთი და დააფასეთ ერთმანეთი. როგორც იტყვიან, შიშვლები მოვდივართ და ისევ შიშვლები მივდივართ. აი სახელის და იმ ადამიანობის მეტი არაფერი არ რჩება მცხოვრებაში. ნამდვილად. მოკლედ ადამიანებო, ჩვენ ახლა დაგტოვებთ ცოტა ხნით. ყავს დავაგემოვნებთ. ხო? და მე შევდგებით ჩვენ საქმეს. ჩვენ საქმეს დიდი ინტერვიუ შემოგთავაზებთ. ძალიან დიდი ჩანაფიქრებით, საოცარი ჩანაფიქრებით. მოკლედ დაწერილი არ მქონდა პოსტი რომ ეს ქართულ და ებრაულ საფესტივალო საწყის ჩაუყრით საფუძველს მე და მანანიკო და ძალიან ბედნიერი ვარ ამით რომ ორი მანანა ქართველი და ებრაელი საუკეთესო ფესტივალის ასე ვთქვათ წამომწყები და დამფუძნებლები ვიქნებით, ხო? მე მგონია რომ ძალიან მაგარი იქნება მანდ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია და არქივი არსებობს. ზოგადად ქართველების არა მარტო ჩემი. არა, შენი არქივი ეს არის უნიკალური არქივი, მე ვიტყოდი. არა მგონია ვინმეს კონდეს ის არქივი, რაც შენთან არის. არ ვიცი, მაგრამ მე მგონია ძალიან საინტერესო რაღაცებია, თუნდაც ის აი 1925 წელს წასული ოჯახი ის თავი რომ ჩავწერეთ და დღეს ის კაცი კიდევ ცოცხალია და შემოგვითვალა რომ სიამოვნებით მიგიღებდა სტუმრად. მოკლედ მოდი აქვეც დავაანონსოთ მანანიკო ვის ქორწილში უნდა ვიყოთ? აუცილებლად ისრაელში ლიელის ქორწილში. ლიელი მიყვარ ხარ? ძალიან პატარა იყავი რომ გაგიცანი 13-14 წლის ხო მე მგონი უფრო პატარა 12-ის მოკლედ მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო და აუცილებლად გესტუმრებით და შენს ქორწილში საოცარ დროს გავატარებთ და უმაგრეს მასალას წამოვიღებთ ტრადიციებით შექმნილ ოჯახზე ხო აუცილებლად ძალიან მაგარი იქნება მოკლედ დაგველოდეთ ივნისის დასაწყისში ხო 9 ივნისს თუ არ ვცდები ერთად ვზეიმობთ ლიელის ქორწილში ბედნიერებას, ხო? აუცილებლად. აგერ ლიას გვეყოლება, ეგ ჩვენი მანანა გვეყოლება ლეილა. რა დროის ტარება გველოდება. მოკლედ, მარი, მოვკრივართ შენთან, შენი გოგოს ბედნიერებაზე. მიყვარ ხარ? შეიძლება თქვენთვის არის ახალ პავილიონში, ახალი რესპონდენტი, ქალბატონი მანანა, თორე ჩვენ წლების მეგობრობა გვაკავშირებს. მანანა, მოდი დავიწყოთ პირველი ისტორია, როგორ დაიწყო ყველაფერი და მე როგორ ვაპირებთ გაგრძელებას ამაზე ერთად ვისაუბროთ. აბა დავიწყოთ. ეხლა მართალი გითხრათ,
სოციალური ქსელის დიდი პატივისცემელი არ ვარ, მაგრამ ამ სოციალურ ქსელმა გააკეთა ძალიან კარგი საქმე, რომ მე და მანაგაში გვაყვედრა ერთმანეთს. სულ შემთხვევით რაღაც მე მახსოვს მანენა რაღაც თემას ეძებდა და გამომიგზავნა წერილი, რომ მე ესე და ესე ვარ და თუ შეგიძლიათ ამ თემაზე დამეხმაროთ და ეხლა რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი და მე ეს ჩვენი ესე რომ ვთქვათ რაღაც გადაძახილი სოციალური ქსელით ნელ-ნელა ჩაეყარა საფუძველი და დაიწყო ყველაფერი სოციალური ქსელიდან და დღეს უკვე ორი მანჩო განუყრელი მეგობრები არიან წლების განმავლობაში და მე მიხარია რომ აი ესეთი მეგობარი შევიძინე ესეთი ადამიანი შევიძინე რომელიც ესე რომ ვთქვათ ისეთ საქმეს უძღვება და ისეთ საქმეს აკეთებს რაც საქართველოს მომავალს წაადგება და აი ეს ბავშვების ესე გაზრდა არ არის იოლის საქმე და შენ მომდევნო სიყვარულს მაგრამ ამ საქმეში ნუ არ ვიცი ხა ნეტა შესავი ფანატიკურად 80%-ს კაი 50%-ს თავისი საქმე უფრო ბედნიერი იქნებოდა ხალხი. მოკლედ ჩვენი მეგობრობა მუსიკალური კოლაჟით აუცილებლად შემოგთავაზებთ თუ რამდენ წელს ითვლის. ეს არის შეხვედრები, დახვედრები, აი ახლა პოსტებს გავაკეთე ამისა, მოგზაურობა ერთად პარიზში გავზავრეთ განსაკუთრებით. ისრაელში, რომელსაც კიდევ დიდი მასპინძლობა გაუწევთ. ქუთაისში, საჩხერეში. მოკლედ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს და საჩხერის პატარა ჟურნალისტი ანა მარია შამანაძე ჩართვას გააკეთებს და თვითონ ანა მარია გვეტყვის კითხვებს დაგვისვავს ონლაინ და ჩვენ ამ კითხვებზე პასუხებს აუცილებლად გავაცემთ. კი, აუცილებლად მივაწვით და ამაში დახმარებას გაგვიწევენ ნინია კორინთელი და ელისაბედ კორინთელი, რომლებიც აი აქ პავილიონში გადასაღებ მოედანზე მუშაობენ, მათთან ჩატარებული მასტერკლასი მე დარწმუნებული ვარ დიდ შედეგს გამოიღებს და საუკეთესო თემას დაწერენ და მეორე რაც მინდა გითხრათ. მოკლედ ჩვენი ისტორია გრძელდება და ჩვენ გადავწყვეტეთ მე და მანენამ, ქალბატონმა მანენამ თქვა არიწყვეტო რომ ჩვენ უკვე ძალიან მაგარი მეგობრები ვართ. გადავწყვეტეთ ჩვენ რომ გავაკეთოთ და დავაარსოთ ქართულ-ებრაული ფესტივალი. ფილმების ფესტივალი ამბავზე აგებული და მე მგონია რომ ამ ფესტივალს ძალიან ბევრი კარგი რამ შეუძლია გააკეთოს ჩვენ. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს აი ორი მოგზაურობიდან მანანა ვიცი რომ ჩვენ გვაქვს საოცარი არქივი ისრაელის ძალიან არჩინებული ადამიანები რა თქმა უნდა ბევრი დაგჭა კიდე გადასაღები მაგრამ მე მიმაჩნია რომ ერთ-ერთი საუკეთესო არქივი ისრაელში მოგზაურობის აქვს ინკოგნიტოს და მიხარია რომ ამაში მეც მივიწყვის პატარა წვრილი პატარა დიდი წვრილი ძალიან დიდი წვრილი და აი ყოველთვის სიხარულით ხვდები ბავშვებს ვინც ჩვენთან იყვნენ ჩამოსულები დღეს უკვე დიდები არიან ყველა თავის დამოუკიდებელ გზას ადგა ზოგი ჟურნალისტი გახდა თან ძალიან ცნობილი და წარმატებული არიან. ბევრი აი იზასულოვანიძე, საულმე უერთაშვილი, რომელიც აი ამ გზას გაყვენ, გიორგი რომელიც მუდმივად არის ჩემთან ერთად წამყვანი ჩემი ნათლურია და სხვათა შორის იმიტომ მოინათლა რომ ისრაელში ისე არ შეუშვებდნენ და რამოდენიმე დღით ადრე აი ეს ნათლობაც უჩი გავაკეთეთ და ის ძალიან მაგარ ამბად დაგვჭა და ყველაზე მთავარი რაც არის მანენა ქართველებსა და ებრაელებს შორის უამრავი სიყვარული ისტორია გვაკავშირებს ძალიან ეს არ არის ერთი წლის და ორი წლის და ათეული წლის ისტორია ეს არის საუკუნეების ისტორია და მე მიხარია რომ აი შენ ამ ისტორიას უფრო აღრმავები და აი მომავალ თაობებს აქვს იმის საშუალება რომ ეს ისტორია შეისწავლოს და იცოდე ხა ფაქტიურად ებრაელობა საქართველოში აღარ დაჭა ძალიან ცოტანი არიან ესე ვთქვათ თუმცა ხშირად არის სტუმრები ნუ ეხლა და გრონდო ვთქვათ ქართული ტრადიციები ქართული შეინარჩუნონ ყველაფერი ის ხშირად არის ხა გენი მაინც თავისაშვება ამას ვერანაირად ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ის რაც მასალა გადაღებულია და
რისი გადაღებაც კიდევ წინგველის არაერთხელ ვფიქრობ ისტორიული ფაქტები კიდევ ერთხელ დავტოვოთ კინოფილმებად ეს პატარ-პატარა ფილმებად გავაკეთოთ ყველაფერი და აუცილებლად უნდა ნახოს ისრაელელმა ისრაელის მოსახლეობამ მე ეს არ არის გამიზნული მარტო ქართულ საქართველოსთან ასულ ებრაელებზე ეს ძირითადად გამიზნული არის ისრაელის ძირითად მოსახლეობაზე და მე ვფიქრობ რომ ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვება ეს ძალიან დაწინებული და ჩვენ გვერდით ახლა მე არ გავამხილებ ჯერჯერობით იყოს საიდუმლო ძალიან კარგი ადამიანები გვიდგანან გვერდში ამ საქმეში და იმედია რომ ეს დიდი გაგრძელება ექნება. კი, ჩვენ მეგობრობას და ჩვენ საქმეს ექნება ძალიან დიდი გაგრძელება და ეს არ უნდა დაიკარგოს. და მინდა დავაანონსო, რომ თაობა, რომელიც მესამედ მიემგზავრება წმინდა მიწაზე, ეს იქნება თქვენი თაობა, ნინია და ელისაბედ, ხო? სიამოვნებით. და ანა მარია, რომელსაც ვამბობდი, ანა მარია და ელისაბედი ერთი ჩართვით ერთმანეთს დაემატნენ და ძალიან შეუცვლელო ჩართვები გავაკეთეთ. იმერეთის ფილიალიდან და ანა მარია და ელისაბედი იქნებიან, რომლებიც წმინდა მიწაზე ძალიან ბევრ ერთობლივ სიუჟეტს მოამზადებენ და მე დარწმუნებული ვარ, ეს თაობაც განსაკუთრებულ არქივს დატოვებს, მით უმეტეს მიემგზავრებით ერთი მაგარი გოგოს ხორცილზე, ამასაც დავაანონსებთ, lier გილოცავ ბედნიერებას წინასწარ და ვიწყებთ უკვე სამზადის იმისთვის, რომ ლიერის კონცერტში ვიზეიმოთ. მე აი დიდი სიამოვნებით ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ჩამხოთ და იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები, სადაც არ უნდა წავიდეთ, რომელ ქალაქშიც, იმიტომ რომ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ძალიან საინტერესო ადამიანები დაგვრჩა გადასაღები და მე ვფიქრობ და მანერაც ესე ფიქრობს და თქვენც რა თქმა უნდა საინტერესო მასალა გექნებათ ის ადამიანები უნდა აღიბეჭდონ ფიქრზე და მომავალ თაობებს უნდა დარჩეს მათი სახე და მათი საქმიანობა. აუცილებლად უნდა დარჩეს. მე მინდა გავიხსენო ის ადამიანები, ვინც ჩვენი ფილმის გმირები იქნებიან, უამრავი ადამიანები იქნებიან. ესენი არიან მაგალითად ქაბუტონი მერიამ შიკაშვილი, ალექს პელეგი, რომელსაც მოვიკითხავ დიდი პატივისცემით, ქაბუტონი ნანა დავარი სამწუხაროდ, რომელიც დღეს აღარ აქვს, მაგრამ მისი არქივი ძალიან ბევრი და კარგი არქივი გვაქვს დატოვებული. უამრავი ადამიანია, არ ვიცი რამდენი ერთი როიზა მანაშეროვა ძალიან ბევრი კი რა ვიცი ყველა სამწუხაროდ მიხუც აღარ აქვს ნანიკაშვილი ჩვენი ცნობილი რეჟისორი საოცრად კარგი ადამიანი მაგრამ დღეს არიან მეცნიერები პროფესორები ვინც აუცილებელია რომ აი მათი სახე უნდა დარჩეს ფირზე და უნდა შემოინახოს ისტორია ეს ადამიანები მე ძალიან მიხარია აი რეხამინის ოჯახში რომ ვიყავით 1925 წელს ამოსული ოჯახია ისრაელში დღესაც ცოცხალია და რომ შეუთვალეთ რომ აი ესე კიდე ჯგუფი აპირებს ამოსვლას ისრაელში შემოგითვალა რომ სიხარულით მიიგიღებთ და კიდევ ერთხელ იმას პინძლებ ეს ოჯახი ფაქტიურად ესე რომ საუკუნეა მისი ოჯახი უკვე ისრაელში აუცილებლად ნინიას გავაშფებია ამ ყველაფერს იმიტომ რომ ნინი არის სწორედ აი უცნაური რუბრიკების რუბრიკა ისეთი რუბრიკების რომელიც აი მართლა შინაარსიანი შეიძლება იყოს და ზუსტად იცი რომ ნინი ამ სიუჟეტს ძალიან მაგრად გააშფებს აი მართლა ესეთი წარჩინებული ადამიანები არიან თუნდაც დოდო ჩიკვაშვილი ავიღოთ თელავივის უნივერსიტეტის პროფესორი საოცარი ადამიანი ქალბატონი ლილი მაღალაშვილი პროფესორი და რა ვიცი რამდენი ერთი ჩამოვთვალო მოკლედ ჩვენ ვიწყებთ საფესტივალო სამზადის ასევე ჩვენ ვიწყებთ მზადებას იმისთვის რომ გაჩვენოთ როგორია ტრადიციული ქართული და ებრაული ხორცილი ერთად, ხო? თუმცა ეს იქნება ებრაული ტრადიციები და ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ რომ აი ამ საოცარ დღეს ჩვენ ვიქნებით მარინეს და ლილის კვარტეტი. უბრალოდ ვილოცოთ იმისთვის რომ იყოს საქართველოშიც, ისრაელშიც და მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ დაიღალენ ადამიანები ომებით მე ნამდვილად მშვიდობის გარეშე არაფერს ფასი არ აქვს.
არაფერს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მე მგონია რომ ღმერთით და უფლის დიდებით ყველაფერი კარგად იქნება მშვიდობა, იქნება ბედნიერება და თაობა, რომელიც თაობას მოდის დედამიწაზე, მე მგონია რომ ამ თაობებმა უნდა შეძლონ და მშვიდობის მოსაპოვებლად. მოკლედ ჩვენ გემშვიდობებით, მშვიდობის მტრედები, დროები, აუცილებლად. და დაელოდეთ ჩვენს რეპორტაჟებს ფესტივალში. მგონია რომ ჩვენ ძალიან მაგარ და საოცარ რამეს ჩავყრით საფუძველს. მოკლედ დროებით გემშვიდობებით. როგორც ყოველთვის ინკოგნიტო ყოველთვის არის სიურპრიზები და ძალიან საინტერესო არქივების და ესაც ერთი საინტერესო თავი იქნება ინკოგნიტოს ისტორიაში. აუცილებლად და მე მიხარია რომ თაობები რომლებიც იზრდებიან ინკოგნიტოში საოცარ არქივს ტოვებენ და ამ თაობებს შეემატება კიდევ ეს ორი უნიჭიერესი და იმერეთის პირველის უნიჭიერესი გოგო. ჩვენ დროებით გემშვიდობებით და ახლა შევეცდებით ჩავთოთ უკვე ჩვენი იმერეთის ლიას ველოდებით. გაზაფხულის ლავაც დამხატვრო ზის რასულის თმახარა კარი მოდი ალვის ხეს ზელზე მოეხმიე ჩემი საქართველო შეგიძლია თქვა ხო, აბა დავუსვათ შეგიძლია და შეიძლება თავობებს რომ ძალიან მაგარი იყო ის რასაც ჩვენ ამ განმავლობაში მუშაობთ მეცადინეობის სწავლობ, მაგრამ ის რომ მანამდე სრულდება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამის ხო, მახსოვს პირველი ჩვენი შეხვედრა როცა ძალიან პატარა იყავით და როცა ესე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ეს უკვე საკმაოდ კარგი და წარუმატებელი მოდი დავუსვათ შემდეგი დაგამდელო ვაღინი მომხევა ზაშორი ახალ თაობათა მოსვლავს ანატრელო შემარ შუქიდები ჯავარი შემოსიამაყო შემოსადარდელო